Teenageris თარის ასოწარკვეთილია. ჯერ იყო და მრავალათასიანი პუბლიკის წინ გული წაუვიდა. მერე კონცერტის გადადება მოუწია. მის ამსტერდამში ვიზიტს მოყოლილ ჭორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამჯერად კი მომღერალი სასიყვარულო ფრონტზე იტანჯება. როგორც ბოროტიხმები ამბობენ, ჯასტინი ex-girlfriend-თან, სელენასთან დალაპარაკებას უიმედოდ ცდილობს. სექსუალური ლამაზმანი ბიბერის ზარებსაც კი არ პასუხობს. წყვილი ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა. 19 წლის მომღერალი ურთიერთობის აღდგენის მცდელობას აღარც კიმალავს. შემსრულებლის მეგობრის ცნობით ბიბერს სელენასთან საიდუმლო პაემანის მოწყობაც კი უნდა. მაგრამ ბაირო 20 წლის გომესი ყურსაც არ იპარტყუნებს და თავდაჯერება დღითი დღე ემატება. ბიჭუნა voicemail-ზე გადაიყვანეს. ასეთი სტატუსი აღმოჩნდა წვილის საერთო მეგობრის სოციალურ ქსელში. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ სელენა უარის თქმასაც კი არ გადრულობს. აბა ჯასტინს რა ეგონა, 2 თვე წაითამაშებდა, სოფლიოს მოივლიდა და ერთგული შეყვარებულიც მკლავებ გაშლილი დახვდებოდა. ნუ რას უკაცრავად. სელენა მას დაშორების შემდეგ თვალს ადევნებდა, ის კი იცინოდა და იცინოდა. ხოდა ახლა სელენას ფეხებზე ჰგიდია. მან უკვე ცხოვრება დაალაგა და წარსულთან მიბრუნება აღარ უნდა. აცხადებს მომღერლის ახლო მეგობარი. ეს პაპარაცები. საყვარელი ადამიანის კოცნასაც არ დაგაცდიან ის, რომ ეს უკანასკნელი კინოფილმის რომანტიულ კადრად არ აქციონ. ხოდა არც ენ ჰეთაუეის აცადეს. მსახიობი და მის რჩეული ადამ შულმანი ფოტოგრაფებმა ერთ-ერთ კაფეში კოცნის დროს გამოიჭირეს. ფოტოს სათაურებიც მოხვა ენის და ადამის ყველაზე რომანტიული კოცნა, ნამდვილი სიყვარული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მსგავსი შეფასებები სასიამოვნოა, მაგრამ ალბათ ცოტა უცნაურია, როდესაც შენთვის ინტიმურ მომენტს ნახევარი მსოფლიო უყურებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად დილის ყავას მიირთმევ და გემრიელად გოცნი. წარსულში ნარკომანი და დებოშიორი ბრიტნი სპირსი აშკარად გამოსწორების გზას ადგას. ეს რომ არა მომღერალი $1200 არა ზეთის საღებავებში შესრულებულ ნახატში, არამედ რაიმე უფრო არაკანონიერში გადაიხდიდა. ნუ არც ისაა გამორიცხული, რომ ბრიტნის ხელოვნების ნიმუში კონტრაბანდის გადასატანად უნდოდეს. მაგრამ მოდით პოზიტიურად ვიაზროვნოთ და თავის დროზე პოპ პრინცესის ხელოვნებით დაინტერესებას მივესალმოთ. მომღერალმა ლოს-ანჯელესის ბაზრობაზე პარიზული ქუჩის ზეთში შესრულებული სურათი $1200 შეიძინა. მას მერე რაც დედის სახლი მოინახულა, გზად ბაზრობაზეც გაიარა და არც ისე იაფიანი ნახატი იყიდა. ისე ტაბლოიდებმა ბრიტნის ჩაცმულობაზე 1-2 კი გაიხუმრეს, მაგრამ ფაქტია, რომ სპირსის ფსიქოლოგიური წინსვლები ყველას ერთად გვახარებს. ზოგი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას მკურნალობს და ზოგიც გატეხილ გულს. თუმცა ლიამ ჰემსვორთს მაილისთან სავარაუდო დაშორების გამო დრამა არ მოუწყვია. მსახიობი რამოდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად ავსტრალიის ერთ-ერთ სანაპიროზე საკმაოდ კარგ განწყობაზე დააფიქსირეს. ცოტა კი დავიბენით, მაგრამ წყაროს ცნობით ლიამი 1 მარტს სახლში დაბრუნდა და მაილი თან არ წაუყვანია. შესაძლოა წყვილმა იჩხუბა კიდეც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანიშნული ბრიტები ერთმანეთს დაშორდნენ. რა მოხდა, რომ ბიჭს ძმაკაცებთან ერთად გართობა მოენდომებინა. წვილის საერთო მეგობრის ცნობით შეყვარებულებს რაღაც პრობლემები აქვთ, რის გადალახვასაც ერთად ცდილობენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ლიამს ჯერჯერობით ლოს-ანჯელესში დაბრუნების თარიღი არ დაუკონკრეტებია. თუ წლების წინ ჯეილომ საკუთარი საჯდომი დააზღვია, რატომ არ შეიძლება ამჯერად ჯენიფერ ლავ ჰიუიტმა იზრუნოს საკუთარ მკერდზე. მსახიობი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ დიდი სიამოვნებით დააზღვევდა თავის ავლადიდებას $2.5 მილიონ. 34 წლის მსახიობის მკერდზე აქტუალურად მას მერე ალაპარაკდნენ, რაც ეს უკანასკნელი 2012 წლის ტელესერიალში Client List ნახევრად გახდილი გამოჩნდა. ამ უკანასკნელის მეორე სეზონის გადაღებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯენიფერს არც ისე კარგი რეპუტაციის მქონე სალონში მასაჟის სპეციალისტად უწევს მუშაობა, სადაც გოგონები ყოველდღიურად დიდ თანხას შეულობენ. მას მერე რაც სერიალი დაიწყო, ბებიაჩემი მეხუბრება კიდევაც სატელევიზიო კახპახარო. ოღონდ რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არ ამბობს. მეც არ ვბრაზობ, ბებია 86 წლისაა და იმას ვერაფრით გაიგებს, როგორ შეიძლება ეკრანზე შიშველი გამოჩნდე ან ვინმესთან სექსი გქონდეს, ამბობს მსახიობი.
სინამდვილეში სერიალი არც ისე ეროტიულია. სიუზენ მარტინის კომედიური ჟანრის სატელევიზიო სერიების პირველი სეზონის ნახვა უკვე ყველას შეგიძლიათ. რაც შეეხება მეორე სეზონს, ეს უკანასკნელი სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოსკენ დასრულდება. თუმცა თავად ჯენიფერს ამის გარდა წინ კიდევ რამოდენიმე ტელეშოუს გადაღებები ელის. ისე კი მის მკერდს დასღვევა ნამდვილად არ აწყენდა. ამბობენ მომდევნო სერიალში გაცილებით მეტი გულახდილი სცენაო.